თეთრი ხმაურის მოძრაობა 4 პუნქტიან სამოქმედო გეგმას ავრცელებს. მთავარ მიზნად კვლავ ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობისა და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია სახალდება. ასევე გრძელდება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ფარგლებში კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც პარლამენტს განსახილველად სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე წარადგინება. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოძრაობა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავს. ისინი განმარტებებს აკეთებენ ასევე 10 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით. მათი თქმით, აქციის მიზანს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოწოდება წარმოადგენდა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისა და მცირეოდენობით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ეს არის ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი. თეთრი ხმაურის მოძრაობა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას. ჩართულები ვართ კანონპროექტის შემუშავებაში და ჩვენ რეალურად გვსურს რომ გადავიდეთ ასე ვთქვათ თანამშრომლობის და სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან.